ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხაჩიძე, რომელიც ჩვენს ეთერში კვირას ღვთისმსახურებას და დასაკეთ სახარებას განმარტავს. დილამშვიდობისა მამა არჩილ, მადლობა სტუმრობისთვის დაგულოცეთ. დილამშვიდობისა თქვენ და თქვენს მაყურებლებს. კვირის სახარებას განმარტოთ, აქვე ვიტყვით, რომ დიდმარხვის პერიოდში ვარ და ყოველ კვირას განსაკუთრებული, ესე იგი, თავისი მნიშვნელობა აქვს, ჯვრისთაყვანისცემა აღენიშნება კვირას და პირველ რიგში გითხარით, რას გულისხმობს ჯვრისთაყვანისცემა, რატომ წესაწმინდა ეკლესია მარხვის ამ პერიოდში, ამ კვირას და შემდგომ სახარება, რომელიც დაკავშირებული იქნება ცხადია ამ დღესთან. კიდევ ერთხელ უერთდები თქვენს მილოცვას, დღეს ნამდვილად გახარებულია ჩვენი ხალხი და აღნიშნავთ იმას, რომ ჯვრის თაყვანისცემა და ჯვარი ეს არის ერთ-ერთი უდიდესი სიმბოლო ქრისტიანობაში, არა ერთადერთი, მაგრამ ალბათ ყველაზე ცნობილი სიმბოლო ქრისტიანობისა და ყოველი ქრისტიანის აღნიშვნელიც. და ვიცით, რომ ჯვრის ფორმაც ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზები განასახიერებს კავშირს ღმერთსა და ადამიანს და ადამიანსა და ადამიანს შორის. ეს განასახიერებს შეკრებას ყველაფრისას, სისრულეს და სისავსეს სამყაროსას. და ჯვრის თაყვანისცემა, რომელიც აღინიშნება დიდმარხვის მესამე კვირას, აღნიშნავს რას? ერთი ჯვართან დაკავშირებით ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს დღემდე რაღაცნაირი გაურკვევლობა არაქრისტიანებს, რომ როგორ სცემთ ქრისტიანები თაყვანს იმ იარაღს, რომელთაც თქვენ რომ გწამთ, რომ თქვენი მხსნელია, თქვენი უფალია, ის ღმერთ კაცი აწამეს. ის კაცი მოკლეს. და სხვათა შორის მახსენდება ერთ-ერთი პოლემიკის სიტყვები, რომელიც ერთმართმადებელ ღვთისმეტყველსა და არამართმადებელს შორის, არაქრისტიანს შორის გაიმართა და კითხვა დაუსვეს აქეთ, რომ აი სხვა იარაღი როა ერჩია რაღაცა ქრისტეს საწამებლად, ჩაქუჩით მოეკლათ იგი, ცელით, რაღაც დაშნით, ხანჯალსაც სცემდითო თაყვანს მაგალითად და პასუხი არის ესეთი, რომ რა იარაღსაც უფალი აირჩევდა იმისათვის, რომ ამ იარაღით ჩვენ გამოვხსნილიყავით, ეს ჩაქუჩი იქნებოდა თუ ხმალი იქნებოდა თუ რაც იქნებოდა, ის იქნებოდა ჩვენი თაყვანისცემის ობიექტი, რადგანაც უფალმა ასე ინება, რომ ამ იარაღით აღსრულებულიყო გამომხსნელობითი და გამომსყიდველობითი მსხვერპლი და მხოლოდ ჯვრით მოხდა ჩვენი აღდგომა და ამაღლება და ჯვარს ჰქონდა თავისი უამრავი წინასახე ჯერ კიდე ძველ აღთქმაში, რომლის ჩამოთვლაც კი რთულია, იმდენად ბევრია ჯვრის წინასწარი სიმბოლოები ქრისტემდელ პერიოდში. ჩვენ გვახსენდება ის, რომ ჯვრის სიმბოლოა თვითონ სამოთხის ხე, ხეცნობადი კეთილისა და ბოროტისა, ჯვრის სიმბოლოა მოსეს მიერ ბრძოლისას გაშლილი ხელები, როდესაც მოსე განასახიერებდა ჯვარს და როდესაც ეს ხელები ჰქონდა სწორად რჩეული ერი იმარჯვებდა, როდესაც ამ ხელებს ძირს უშვებდა ვეღარ იმარჯვებდნენ ისინი ბრძოლაში და საბოლოოდ მას აქეთ-იქით მხარში ამოუდგება ორი ადამიანი, რომლებიც განამტკიცებენ მის მარჯვენასა და მარცხენას და ერი გაიმარჯვებს. ეს არის მამამთავარი იაკობის მიერ თავისი შვილების დალოცვა, როდესაც გადააჯვარედინა ხელები და არა პირდაპირ დალოცა. ეს არის მოსე წინასწარმეტყველის მიერ უდაბნოში აღმართული სპილენძის გველი და ძალიან ბევრი რამ და ყველაზე მთავარი სამოთხის აგებულება. როგორია სამოთხის აგებულება ჯერ კიდევ ცოდვით დაცემამდე. მის ცენტრში არის მდინარე, რომელიც 4 მიმართულებით მიედინება. ანუ თავად სამოთხეში პირველი რაც ღმერთმა აღწერა ბიბლიის დასაწყისშივე გვხვდება იმისი აღწერა, რომ ჯვარია სამოთხეში. ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე ჩვენთვის ჯვარი გახდება ის, რაც ჩვენთვის იგი დღეს არის და თუ პავლე მოციქულის სიტყვებს დავიმოწმებთ, ჯვარი არის კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჯვარი წარწმენდულთათვის სიცოცხლეარს, ხოლო ჩვენთვის, ასე ვთქვათ, ცხონების მაძიებელთათვის და პონელთათვის არის ძალი ღვთის. და სახარება, რომელსაც კვირას ჯვრისთაყვანისცემის დღეს რეული მოისმენს ტაძრებში. ვისგან საკითხავი, შინაარსი მოვისმენო და შემდგომ განვარტოთ. მარკოზის სახარება წაიკითხება კვირადილით, მერვე თავის დასასრული, მეცხრეს დასაწყისი და სახარებაში ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახარება, ვიცით, სახარება ძალიან ტევადია და ფაქტობრივად ყველაფერი ცნობილია და არაფერი დამალული არ არის სახარების ტექსტიდან, თუმცა არის ხოლმე პასაჟები წმინდა წერილისა, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია და პოპულარულია.
ხალხში. საკვირაო სახარება აღნიშნავს გვაუწყებს მაცხოვრის სიტყვებს, გვახსენებს მაცხოვრის სიტყვებს იმის თაობაზე, რომ ვისაც უნდა რომ შემომიდგეს მე, ანუ გამომყვეს მე, აიღოს საკუთარი ჯვარი, უარყოს თავისი თავი და გახდეს, ასე ვთქვათ, ასე ჩემი მიმდევარი. სხვათა შორის ერთ ძველ ალექსანდრიულ ხელნაწერში ერთი სიტყვა აქვს ამ ფრაზას დამატებული. ვისაც უნდა რომ შემომიდგეს მე, ყოველდღე აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. ეს ძალიან საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ ხშირად ხდება ხოლმე თვითქოს და აბსოლუტურად შეუმჩნეველი, შინაგანადაც და გარეგნულადაც რაღაცნაირად არაფერი არ იცვლება და ამ დროს თითქოს და დაძველდება ხოლმე ადამიანის ის სულიერი მსვლელობა თუ რაღაც უბრალოდ ერთხელ რაღაც აირჩია, ერთხელ დაირქვა სახელი პირობითად რომ მე ვარ ასე და არაფერი აღარ ხდება. ანუ მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი თითქოს ადგილზეა, აი ეს ცეცხლი თითქოს აღარ არსებობს და აი ეს სიტყვები ყოველდღე აიღოს თავისი ჯვარი გვახსენებს სწორედ იმას რომ ქრისტიანი ყოველდღიურ განახლებაში უნდა იყოს საკუთარ თავთან, ღმერთთან ურთიერთობაში და ყოველი ახალი დღე, როგორც ახალი სიცოცხლე, უნდა დაიწყოს ადამიანმა იმ პასუხისმგებლობის დანახვითა და მოძიებით, რომელიც იმ დღეს თან ახლავს და რაც იმ დღისათვის ღმერთმა დაუშვა. კონკრეტულად რომ ვისაუბროთ სახარების შესახებ, ბაბაჩილ თავდაპირველად რა თქმა უნდა შინაარსი გავაცნოთ უფრო დეტალურად და შემდგომ უკვე განმარტოთ. როგორც მოგახსენეთ, ამ სახარების ცენტრალური ფრაზა ეს არის, ვისაც უნდოდეს რომ შემომიდგეს მე, ანუ გამომყვეს მე, დატოვოს თავისი თავი, აიღოს ჯვარი და გამომყვეს მე. Te mamarchi. ეს არის სულ რამოდენიმე მუხლია, 4-ოდე მუხლია და ეს 4 მუხლი ფაქტობრივად ამ მუხლში ერთიანდება. Te mama არჩილ, როცა ამ სახარებას ვისმენთ, ბევრისთვის არის ხოლმე, მათ შორის შეიძლება მრევლისთვის უცნაურია, რას ქვია უარყავ თავითვისი და თითქოს გონია ახლა რომ ღმერთი ჩვენ მოგუწოდებს რომ შენ არაფერი არ უნდა გქონდეს შენი და ჩემი მონა უნდა გახდე, უნდა წამყვე. რას ნიშნავს თავის უარყოფა? და ისე შედგომა ქრისტეს, ისე შედგომა, ისე გაყოლა ღმერთის გზის. რა არის ეცეთ საერთოდ ღმერთის გზაზე გაყოლა ეს ნიშნავს საკუთარ თავის ხელახლა აღმოჩენას. ვიცით ჩვენ რომ აღმოსავლური სიბრძნეც არსებობს, ადამიანი სამნაირი არსებობს, ერთი როგორცაც მას ხედავენ უცხოები, ერთი როგორცაც იგი ხედავს საკუთარ თავს და ერთი როგორცაც მას ხედავს ღმერთი, ანუ მისი შემოქმედი, როგორია იგი სინამდვილეში. ამიტომაც, როდესაც ჩვენ ვამბობთ უარყოს თავითვისი, ეს თითქოს და რაღაც წინააღმდეგობას წარმოშობს. აბა რაღა, მე თუ არ გადავრჩი, მაშინ რისთვის მოხდება ეს ყველაფერი. ალბათ ესეთი კითხვა რომ დავსვათ, რომელიც ბევრჯერ დასმულა ხოლმე, ადამი რომელიც 60-ში მიწას უვლიდა, მეფე იყო თუ გლეხი? არადა მეფეც იყო და გლეხიც, უბრალოდ ამ საქმიანობის შინაარსი იყო კურთხეული და გამომდინარე აქედან გლეხობა და მეფობა ერთმანეთისგან იქ არ სხვაობდა, რადგანაც მისი საქმიანობა იყო ღვთის წინაშე და იყო დალოცვილი. ამიტომაც უარყავ თავითვისი ეს არ ნიშნავს საკუთარი თავის განადგურებას, ეს არ ნიშნავს საკუთარი თავის დავიწყებას, პირიქით ეს ნიშნავს საკუთარი თავის აღმოჩენას. როგორც ამბობენ ხოლმე, ხომ აი რაღაც ყველას გაგვიგონია და ალბათ ჩვენც გვითქვამს, რომ ეს ჩემ თავს ვებრძვი. ну თავისთავად ჯერ ფსიქოლოგიურად ინგრევა ადამიანი, იმიტომ რომ ვეღარ იგებს შენი ცნობიერი თუ არაცნობიერი, მოგებული ხარ თუ წაგებული. არა, ქრისტიანობა არ არის ბრძოლა საკუთარ თავთან. ქრისტიანობა არის ბრძოლა საკუთარი თავისათვის. და ჩვენთვის ეს უნებებიც ვთქვათ, ეს არ არის სადღაციდან მოტანილი რაღაც, ეს არის ჩვენივე გრძნობები, ჩვენივე უნარები, რომლებიც დამახინჯდნენ, რომლებიც გავიდნენ ჩვენი კონტროლიდან და ფაქტობრივად ჩვენ ვცდილობთ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას. საკუთარი თავის უკონტროლო სივრცეების უკონტროლო სივრცეებზე კონტროლის აღდგენას, საკუთარი თავის გამთლიანებას, რომელიც დამსხვრეულია. ეს არის სულიერი ცხოვრების და ჩვენი ასე ვთქვათ ასკეტიზმის რა დონეზეც ჩვენს მოღვაწეობას შეიძლება ასკეტიზმი უწოდოთ, ეს გულმოდგინება და შინაარსი.
და ამიტომაც ჩვენ როდესაც ვამბობთ უარყავენ თავისთვის, უარყავენ ის თავი, რომელიც ძველია. გვახსოვს ჩვენ უფალი რას ამბობს, რომ ახალ ღვინოს არავინ ჩაასხამს ძველ ტიკებში. რატომ? იმიტომ რომ ის ძველი ტიკი იმ ახალ ღვინოს, რომელიც მძლავრია, ვერ შეიკავებს, ვერ დაიჭერს და გასკდებაო ძველი ტიკი და ღვინოთ დაიქცევა და ეს ჭურჭელი ტიკი ამ შემთხვევაში ტიკად გაფუჭდება. ანალოგიურად ესე თუ ჩვენ გვინდა რომ ის განახლება მარადის ახალი, იმიტომ რომ ქრისტიანობაში ახალი აღთქმა არ არის ახალი მხოლოდ ძველთან მიმართებაში. ახალი აღთქმა არის მამათა განმარტებით მარადიული სიახლე. მარადიულად დაუძველებელი ინფორმაცია, რომელიც უფალმა ჩვენ გადმოგცა. რომელიც ახალი იქნება ყოველთვის ვიდრე მეორედ მოსვლამდე და მეორე მოსვლის შემდეგაც, რადგანაც იგი არის მოცემული ჩვენთვის უფლის მიერ და მისი შემეცნება მოგვეცა ყოვლადწმინდა სამების და ერთარსება ღმერთის მიერ. პირადად მოგვეცა, იმიტომ რომ ქრისტე განკაცდა ამის ნებით და კურთხევით და სულიწმინდამ სულმანუგეშინის მცემელმა გვასწავლა ჩვენ ყოველივე, რაც ქრისტემ ჩვენამდე მოიტანა და ეს იოანეს სახარებაში ძალიან მკაფიოდ არის არაერთ გზის განმარტებული. ამიტომაც აი ამ მარადიულ სიახლესთან ურთიერთობაში ჩვენ ვტოვებთ ძველ ჩვენ თავს იმისათვის, რომ განვახლდეთ, იმისათვის, რომ ვიცვლებოდეთ სწორად და ამითი ჩვენ ნამდვილ ჩვენ თავს მოვიპოვებთ. თუ ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებს გავიხსენებთ, ჩვენ მუდმივად ვიცვლებით იმისათვის, რომ უცვლელი დავრჩეთ. ხო, ანუ ვიცვლებით იმიტომ კი არა, რომ სხვა გავხდეთ, იმისათვის, რომ ნამდვილად ჩვენ ვიყოთ. და ალბათ ეს კითხვა არ დაისმება მაშინ, როდესაც იგივე თქვა თავის უარყოფაზე მაქვს ახლა საუბარი, თუ რატო უნდა უარყო მე ჩემი თავი. თუ ადამიანს სწორად აქვს გააზრებული ქრისტიანს, სწორად აქვს ნაფიქრი, თუ რას ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფა, რას გვასწავლის ამით უფალი და შესაბამისად, როდესაც გვაქვს სწორი ცოდნა, ამ სწორი ცოდნის მიღება შეიძლება როგორც ლიტერატურის მეშვეობით, ხო, სასულიერო საეკლესიო ლიტერატურის მეშვეობით, ასევე მოძღვართან გასაუბრებით თავისთავად, ანუ არც ერთი მოძღვარი არ იქნება უარზე ნამდვილად, რომ ყოველი სიტყვა, რომელიც ადამიანისთვის გაუგებარია, რომ განუმარტოს თავის მრევლს. შეიძლება იმ ეკლესიის იმ ტაძრის მრევლი არ არის, მაგრამ ადამიანი, რომელიც მიდის მოძღვართან, მოძღვარი ნახულობს მისთვის ნებისმიერ შემთხვევაში დროს, რომ უფლისაკენ სავალ გზა მისთვის საინტერესო გახადოს, მისაღები გახადოს და სწორად აუხსნას შესაბამისად, რომ ეს ინფორმაცია და ეს კითხვები, რომელიც ადამიანს გააჩნია, მისთვის იყოს ნათელი და ასე ვთქვათ, უფრო შეიცნოს უფალი. ამისთვის არის საჭირო, რომ ჩვენ ყოველ შაბათ-კვირას ვიაროთ ტაძარში, გავეცნოთ და მოვისმინოთ სახარების ესა თუ ის თავი და შესაბამისად აღარც გაჩნდება ალბათ უკვე ეს კითხვები, თუ რატო უნდა უარყო მე ჩემს საკუთარი თავი. ზოგს გონია, რომ ეს არის თავისუფლების დათმობა და აქაც ვაწყდებით ამ საკითხს, რომ თავისუფლება რას წარმოადგენს რეალურად, ესეც არ არის გააზრებული. ცხოვრება ქრისტიანობას ეწოდება გზა. და არა მისამართი. ეს არის გზა, რომელსაც ადამიანი სულ უნდა მიუყვებოდეს. თუ სადღაც გაჩერდა ქრისტიანი, თუნდაც კარგი არა მარტო ცუდის რაღაც პრობლემის გამო, არამედ თუნდაც კარგის გამო, რომ აი რაღაცას მიაღწია და აი გაჩერდა, რომ რას მივაღწიე, იგი უკვე უშვებს შეცდომას. რადგანაც ქრისტიანობა არის გზა. და უფალი სწორედ ამ და რა კი ქრისტე ამბობს რომ მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება და სიცოცხლე, ეს ქრისტესადმი მიყოლა ნიშნავს ზუსტად ამ გზაზე მსვლელობას და რადგანაც ღმერთი უსასრულო, ესე იგი ჩვენც უსასრულო მარადიულ წინსვლას ვირჩევთ, როდესაც ვადგებით ქრისტეს გზას. ვიღაცისთვის ეს შეიძლება შემაშინებელიც იყოს, რომ როდის დამთავრდება ეს ყველაფერი, თურმე ბოლო არ ქონია, მაგრამ საქმეც ამაშია, რომ ღმერთს არ ეშინია ჩვენი. და ღმერთს არ აქვს იმისი პრობლემა, რომ ადამიანი თურმე ერთ დღეს მას დაეწევა და გაუსწრებს, არა? ჩვენი უფალი არის ის სრულყოფილი პიროვნება, რომელსაც ვერასოდეს ვერ დავეწევით ჩვენ და ვერასოდეს სრულად ვერ შევიმეცნებთ, მაგრამ მარადიულად კი შეგვიძლია უახლოვდებოდეთ მას. აქედან გამომდინარე, აი ამ გზაზე სვლა არის ძალიან სწორი და ძალიან აუცილებელი ყოველი ქრისტიანისათვის და არჩევანიც ეს აიღოს ჯვარითვისი, ეს ნიშნავს საკუთარი პასუხისმგებლობის აღებას, საკუთარი
ცხოვრების შეფასებას, იმიტომ რომ აი რამდენ ადამიანს უთქვამს რომ დილით ვიღვიძებ და არ ვიცი რა გავაკეთო. ცხოვრებას რა აზრი აქვს. არის ხოლმე ასაკობრივი პრობლემები მაგალითად აი რაღაც გარდატეხის ასაკშიან აი რა გზა აირჩიოს ადამიანმა ცხოვრებაში სტუდენტობის აბიტურიენტობის დროს საით მიმართოს თავისი ნიჭი ვიღაცა თვლის რომ არაფრის ნიჭი არ აქვს და ამიტომ არ საით გული არ მიუწევს ვიღაცას მართლა ყველაფრის ნიჭი აქვს რასაც ხელს მოკიდებს და ისიც ვერ ირჩევს ანალოგიურად გზას ვიღაცას აქვს რაღაც კრიზისული პერიოდი ცხოვრებაში, რაღაც ახლობელი გარდაეცვალა, ოჯახი დაკარგა, ასაკობრივი ცვლილება აქვს, ჯანმრთელობის მდგომარეობა შეეცვალა, ვთქვათ, იყო ვთქვათ ძალიან ჯანმრთელი და დაკარგა ხელი, ფეხი ან რაღაც და ახალი ცხოვრების დაწყება უწევს. და აი ეს შინაგანი ცეცხლი რომ როგორც შეგიძლია შენ ისე უნდა განახლდე და არა მხოლოდ გარეგნული სტანდარტებით შეაფასო და ამ ქვეყნიური სტანდარტებით შეაფასო შენი არსებობა რომ თურმე თუ აი ასე და ასე არ ახარ დამთავრდა შენი ცხოვრება ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ აუცილებელი რომ ყოველდღიური რეალობიდან გამომდინარე იღებდეს ადამიანი თავის ჯვარს ანუ იმ დღის საქმის დანახვის უნარი კონდეს ქრისტიანს. ქრისტიანის და ზოგადად ალბათ შემოქმედი ადამიანის და მშრომელი ადამიანის ერთ-ერთი მთავარი პიროვნული თვისება არის ის, რომ იგი თვითონ ხედავს რა არის გასაკეთებელი. ანუ მიდის და ხელს კიდებს რაღაცა საქმეს. ის არ არის არმაცი. და ეს აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, ეს ნიშნავს სწორედ ადამიანის პასუხისგებლობას, ქრისტეს თანამებრძოლობას. რომ უფალი მოვიდა ამ ქვეყნად იმისათვის რომ სამყარო განეახლებინა, სამყარო შეეცვალა და მართლა აღარასოდეს ყოფილა სამყარო ისეთი როგორიც იყო მანამდე და ჩვენ ვირჩევთ აი ამ გზით მასთან ერთად ამ შრომაში რომელიც გრძელდება ვიდრე მეორედ მოსვლამდე ყოფნას და მონაწილეობას. მამა არჩილ ჩვენ ვიცით რომ ერთი როგორც სამართლიანი მსაჯული არავის არ დააკისრებს იმაზე მეც რას მას არ შეუძლია ზიდვა და ის ჯვარს არ მოგცემს რომელსაც მე ვერ ვზიდავთ ხო მაგრამ შეიძლება ხდებოდეს ისე რომ ჩვენ გვინდოდეს ჩვენი ჯვრის აღება შევუდგეთ ქრისტეს და შეიძლება საერთოდ სხვა რაღაცით დავიმძიმოთ თავი ამ ძიებაში თქვენ ძალიან თქ პასუხისგებლობა ხო ვის რა ნიჭი მეეცარით ეს პასუხისგებლობის თვითოა ხო ერთგვარად პირდაპირ მართლა ჯვრის აღება არ არის მოცემულობა ხო და ჩვენ რაღაცა გვეგონოს რომ ეს არის ჩემი და რაღაც ძალიან მიმძიმებდეთ თავს რომელმაც გავხსრისოს და ჩვენ ვერ შევძლოთ და მე შეიძლება ამას დეპრესია და იმედ გავცრება მოყვება და სხვა შედეგები. აი ეს რა მომენტია რომ ჩვენ სწორად მივხვდეთ რას ნიშნავს რა ჯვარია რა რისი ზიდვა გეკისრება ჩვენ და რა ის რაც საერთოდ არ გეკისრება რომელმაც შეიძლება დაგვამძიმოს და ვერ გვინახავს ხო რომ საერთოდ ვარყოს თავისთვის იქ რა ყველაფერს ვარყობ. რა არის იცით ალბათ ერთ-ერთი გადარჩენა ამ ძალიან მნიშვნელოვან კითხვაზე რაც თქვენ დასვით ალბათ ესეთი პასუხი შეიძლება გავცეთ მოკლედ რომ გადარჩენა ამ დროს არის ისევ და ისევ ეკლესიაში, ანუ ერთობაში, კრებულში. დღეს და არა მარტო დღეს, საუკუნეების განმავლობაში ბევრი ადამიანი თვლის, ამ ბალანსის დაუცველობაზე ვისაუბროთ, მოდით, რომ ბევრი ადამიანი თვლის, რომ მას თავისთვის სწამს და არ ჭირდება ერთობაში, ანუ ეკლესიაში ყოფნა. არადა ჩვენი სარწმუნოება არის საეკლესიო არასოდეს აი მამაო ჩვენოს არ ვამბობთ ჩვენ მამაო ჩემო. ადამიანი არასოდეს არ გულისხმობს თავის თავს მარტო. სასულიერო პირს ეს არის ჩვენი სარწმუნოების ანაბანა. სასულიერო პირს მიუხედავად იმისა რომ აი მე შეიძლება მე დავითნის საკითხავით წავიკითხო, რაღაც თქვათ ვიგალობო, ყველაფერი გავაკეთო, ჩემ თავს მოვემსახურო, მარტო არ შემიძლია წირვა ჩავატარო, ამისი უფლება არ მაქვს. ანუ მთავარი საეკლესიო ღვთისმსახურება, ლიტურგია. სიტყვა ლიტურგია რას ნიშნავს? ორი სიტყვის კომპოზიტია, ლაოს და ურღოს, ანუ ხალხი და საერთო საქმეს, სახალხო საქმეს ნიშნავს. და ეს ყველაფერი აღნიშნავს იმას, რომ ჩვენ ქრისტიანები ყველაფერს ვაკეთებთ აი ამ ერთობაში, არავითარ შემთხვევაში პიროვნების დაკარგვის ხარჯზე. ჩვენი პიროვნება ყოველთვის ნარჩუნდება. ქრისტეს პიროვნული ურთიერთობაა ყოველ ჩვენგანთან. ჩვენ ცოდვებზე ვაგებთ პასუხს და არა სხვის ცოდვებზე. ანუ ეს ბალანსი პირადსა და საერთოს, კერძოსა და საზოგადოს შორის ყოველთვის ძალიან კარგად არის დაცული და უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში დაცული იმისთვის, რომ ქრისტიანს ჰქონდეს ჰარმონიული განვითარება, მაგრამ
აი ის კითხვა, რომელიც თქვენ დამისვით, ზუსტად ალბათ და ის პრობლემა, რომელიც ასე შეიძლება გაჩნდეს, ასე შეიძლება ადამიანმა აირიდოს. იგი არ მოწყდეს ერთობას. და თუ იგი იქნება ერთობაში, მას არ დაუდგება უკვე ის პრობლემა, რომ მან თვითონ დაიკისრა რაღაცა ისეთი, რაც არ იქნებოდა, ვთქვათ, ძველი გამოცდილება არ უნდა გაითვალისწინოს. ჩვენ ხო რაღაც ახალ აღთქმას არ ვიღებთ რა. ჩვენ ერთი უცვლელი ცნებები მოგვეცა. და ჩვენამდეც გაუვლია ვიღაცას. და არ უნდა ვიყოთ ალბათ იმდენად ამპარტავნები, რომ წარმოვიდგინოთ თითქოს რაღაცა განსაკუთრებით ახალი ხდება მსოფლიოში და აქამდე ჯერ არ მოხდარა. ყველა ადამიანური რაც არის, ყველაფერი მოხდარა. და როცა ამას გაიაზრებ, მე აღარ წაეპოტინები ისეთ რამეს, რაც ღმერთჩენთვის არ დაუვალებია. ჩვენ წეღან რითაც დავიწყეთ საუბარი, სამნაირს ხედავს ადამიანი თავის თავს. თუ მე ვცდილობ ჩემ თავს შევხედო არა მხოლოდ ისე, როგორც მე ვხედავ, არამედ როგორც უფალი მხედავს. როგორც მამა მხედავს, ყოვლის მცოდნე და ყოვლის მპრობელი და ჩემი მოყვარული, რა თქმა უნდა, ეს იქნება განსაკუთრებით გონიერი გადაწყვეტილება ადამიანისგან. და თუ მე ასე არ მოვიქცევი, ის ჯვარი, რომელსაც მე თვითონ დავიკისრებ, აუცილებლად საშინელი იქნება და გამტეხს. და თან მარტო ვერ ვზი და უფალმა საკუთარი ჯვარცმისას მაგალითი გვიჩვენა. სიმონ კვირინელი ამოიყენა მხარში. და თუ ჩვენ რაღაცას ვეპოტინებით, იქაც უნდა გავიაზროთ ჩვენ ვის დაუდგებით გვერდში და სხვა ვინ დაგვიდგება გვერდში, რადგან პავლე მოციქულმაც ეს გვასწავლა, ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ რჯული იგი ქრისტეს. მიზანი არ უნდა დავარღვიოთ, თორე ამ ცხოვრებას სადაც არ აკლია პრობლემები. თავად უფალმა ბრძანა ყოველ დღეს ყოფნის თავისი სიბოროტე და ვაი იმ კაცს, რომელიც დაუმატებს, ხო? ვაი იმ კაცს, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო დაამძიმებს, დაძაბავს და გაართულებს საკუთარი თავისთვის თუ სხვა ადამიანებისთვის. პრობლემები ისედაც ბევრია. და მერთობაშიც არის სწორედ ის პასუხისმგებლობა, ხომ, რომ ჩვენ თითოეული ჩვენგანი ამ მერთობისა პასუხისმგებლები ვართ ერთმანეთისადმი, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრების წესი, როდესაც ტაძარს დავტოვებთ, შესაბამისად მეტყველებდეს იმაზე, რომ ნამდვილად სწორ გზაზე ვდგავართ და არ ვცდებით უფლისაკენ სავალ გზას, არ დავაბრკოლოთ ამით ჩვენი ერთობის წევრი, ასე ვთქვათ, ხომ? და შესაბამისად, როდესაც უკვე შენ სწორად ცხოვრობ და არ ცდები ამ გზას, ამით საშუალებას აძლევ მასაც, რომ არ დაარღვიოს ეს ერთობა და მანაც გაინაწილოს ეს პასუხისმგებლობა და იზრუნოს მანაც როგორც საკუთარ სულზე, რომ უკეთესი გაეხადოს თავისი თავი, ასევე შენც მოგცეს მაგალითი ამისი. ხო, აი ეს ერთობის განცდა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ჯვრის აღებაც ეს პიროვნულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. ოღონდ ეს პიროვნული, რომელიც როგორც ქრისტეს ჯვარმა ყველასთვის გაშალა, ასე ვთქვათ, ფრთები და ყველასთვის გააღო ზეცა, ასევე ყოველი ადამიანის პასუხისმგებლობა უამრავი სხვა ადამიანისთვის იქცევა ხოლმე ნუგეშად და მაგალითად. მოღვაწეებმა ხო აიღეს საკუთარი ჯვარი. და ეს მოღვაწეები ვიცით უამრავი. თუნდაც სახელები აქვს წმინდანებს, ხო, ნაირ-ნაირი, ვიღაცას ქვია მოწყალე, ვიღაცას ქვია მარხველი, ვიღაცას ქვია ჯულმდებელიო. ანუ სხვადასხვა ღვაწლი იტვირთა იმ ხალხმა თავის ცხოვრებაში, მაგრამ ამ ჯვრის აღებით მათ მაგალითი მოგცეს იმისი, თუ როგორ შეიძლება გავაკეთოთ ჩვენც რაღაცა კარგი საქმე. სხვა შორის აი გრიგოლ დიდი რომის დიდი მღვდელმთავარი და მოძღვარი სოფლიო მოძღვარი და ერთ-ერთი მნათობი სოფლიო ეკლესიისა, როდესაც ჩამოთვლის თავის ცნობილ შრომაში დიალოგონში თუ რა სარგებლობა მოაქვს წმინდანთა თაყვანისცემას, პუნქტებად ჩამოთვლის ძალიან მოწესრიგებულად და რამოდენიმე პუნქტი შეიძლება გავიხსენოთ, რომ ერთი ის რომ გვაძლევენო ნუგეშს წმინდანები, ანუ ის ვინც ჯვარი აიღო, რომ თურმე რაღაცის გაკეთება შეიძლება. ანუ ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ მაინც არაფერი არ გამოვა. ნუგეშს. მეორე, იგებო რა უნდა გააკეთო. იმიტომ რომ თურმე როგორი შეიძლება იყოს ეს ღვაწლი. და იგებ მე იმას, რომ შენ თავი არ გონია ყველაზე მაგარი, იმიტომ რომ როგეგონა შეიძლება რომ შენაკეთებდი რაღაც აღმოაჩენ რომ შენზე მეტი სხვას გაუკეთებია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ პიროვნული პასუხისმგებლობა, პიროვნული სურვილი და ის რომ სხვის ჯვარს არ უნდა წაეპოტინო. ყველას აქვს საკუთარი ჯვარი და ის კუთხეები, რომელიც გვაქვს შვილისა, მშობლისა,
დედმამიშვილისა, მამულიშვილისა და ამ შემდეგ ყველამ თავთავის ცხოვრებაში ეს პასუხისმგებლობა შეძლების დაგვარად ღირსეულად უნდა ატაროს. დიდი მადლობა. ღმერთმა ყველას უშველოს ამ გზაზე. დიდი მადლობა ანჯისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხაჩიძე გვესაუბრებოდა.